თბილი და გულისხმიერი მიღება და რაღაც დაგჯეროდეთ, რომ მე ძალიან კარგად რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის საკითხი. ყველაფერი არის ის არგუმენტები, ის ფაქტები, ის ბრძოლას და ეს არის ფაქტი. სლად ქალბატონი ნინო ისაუბრებს. არა მარტო დასავლეთ, არც არა ვისაც არ ვიცნო. არც სახელი რა ქვია ის პარტიას იცით? არაფერი არ იცით? ეს რაიონში თუ ყოფილა ეს მე ჩამოსული. ამ მოკლე ხანში არა. კონკრეტულად რამე თუ გაუკეთებია თქვენი რაიონისთვის? არ მახსოვს, ამ ხელახალი ვარ და არ მახსოვს. არაფერი არ აქვს. არაფერი. პარტიას რა ქვია? მე თვითონ არ ვიზა ჩემი. აქ ყოფილა როდესმე ჩამოსული თქვენს რაიონში? არა. პირველად არის დღეს? ამ ხნის განმავლობაში რამე გაუკეთებია? არა მეგონი რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ გაგვიგია რომ გაეკეთებინოს. მე ვერთები ჩემო ჯახს, საგებოდ გავარდა მუშაობ. მოგწონთ პრეზიდენტობის კანდიდატი? რა ვიცი, ხო ყველა თავისთვის ყველაფერს აკეთებს, არ ვიცი. არაფერი არ გაუკეთებია. კი. ყოველთვის როდის იყო თქვენს რაიონში? არა ეგ არ ვიცი, ვერ ვიცი როდის იყო პოლისი, მაგრამ რამე გაუკეთებია თქვენ რაიონში? აბა თითქმის არაფერი არ გაუკეთებია ჯერა, მაგრამ აი ეხლა თუ ეცდება და გააგებს. გურჯანაძე იყო 9 წელიწადი ხელისუფლებაში, 10 წელიწადი. ერთ ეკახეთ რა გაუკეთა, რომ ეგ გითხრა ეკახეთ საერთო ნორმალურია. თუ 7 ნოემბერს დაარბიეს ხალხი და მაშინ ყველაფერი კარგად ჩატარდა. 26 მაისს მაგის ხალხს ეცემე. მაშინ იყო უკანონო. როცა მაგან წილები ვერ გაიყვეს პარლამენტში და მაგის ხალხი ვერ შეიყვანეს პარლამენტში, იმიტომ გამოვიდა ოპოზიციაში და ეხლა ჩვენ რა უნდა გავიკეთო ეს? რა უნდა გავიკეთო? მე ნამდვილად ვხედავ იმას, რომ მხარდაჭერა ყოველდღიურად იზრდება, ადამიანები ძალიან სწორად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს.